მოგესალმები. ჰოლანდიელი ჟურნალისტიც მაშინ. ჰოლანდიელი ჟურნალისტიც როგორც გვაქვს. ეს იყო უკვე მეორე დღეს კასეტური ბომბები. კი ბატონო 10 აგვისტოს, როცა დაიღუპა ჰოლანდიელი ჟურნალისტი, სხვათა შორის 9-ში მე ფრანგ ჟურნალისტებთან ერთად მოგვიანებით ჩავედი. იქ და ჩვენ თვალთ ვიხილეთ ის უმძიმესი კადრები, რაც ახლდა თან მშვიდობიანი ტერიტორიების დაბომბვას. ეს არ იყო მხოლოდ საოკუპაციო ნაწილი, ეს იყო უკვე ქალაქი გორი, რომელსაც მოყვა მერე რუსების და ოსი ბოევიკების მიერ გორის მისასვლელების გადაკეტვა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს პარალიზება. რა ვიხილეთ ჩვენ გუშინ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეკა ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არ იყო მათგან გასაკვირი. ისინი წლებია უკვე ამტკიცებენ, რომ ომი საქართველოს დაიწყო, ამისთვის შექმნეს ღალატის კომისია, დაწერეს განცხადებები, დოკუმენტაცია შექმნეს. მაშინ როცა სტრასბურგის სასამართლომ, ჰააგის სასამართლომ ვერავინ ვერ დაადასტურა ვერც საქართველოს მიერ ომის დაწყების ფაქტი და ვერც სამხედრო დანაშაულების მტკიცებულება, მაგრამ რას აპირებს, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რა მიგანიშნათ თქვენ იმ განცხადებებმა, რაც ჩვენ მოვისმინეთ გმირების საფლავები. აბსოლუტურად არ გამგორებია მე ეს განცხადებები, ჩვენ ამ განცხადებებს ვისმენთ არა მარტო ქართული ოცნების, დაგესადებული ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის აი 14 წლის მანძილზე, არამედ მანამდე, ვიდრე ოპოზიციაში იყვნენ და საარჩევნო კამპანიას აგებდნენ, ერთ-ერთი ღერძია საარჩევნო კამპანიის კოალიცია ქართული ოცნების, იყო ზუსტად ის რიტორიკა და ის განცხადებები, რაც გუშინ მოვისმინეთ. ცინა ივანიშვილისგან კანტიკუნდად კი ისმოდა ასეთი განცხადებები, მაგრამ ის რაც სხვათან ისტორია გადაწერა, გააყალბა თქვა, რომ ცინა ივანიშვილს საქართველოს დაიწყო სროლა და მერე შემოვიდა რუსული ეკა კოსიკაძის გადაცემაში იყო, საშინელი განცხადებები გააკეთა. ზუსტად არ მახსოვს, ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში მოსვლამდეც იგივე სარაცხადებდნენ ერთიანად, თულან ერთიანი რიტორიკა არ იყო. კალაძისგან არ გვესმოდა, რომელიღაც აქციაზე გაბრაზებული მიმართავდა ომი თქვენმა მიშა სააკაშვილმა დაიწყო. ეს ვიდეოები ხო გვახსოვს? თვითონ ბიძინა ივანიშვილის დაქოქეს ტანკები, აწია თვითმფრინავები, დაბომბეს ცხინვალი. შემდეგ როგორ განივრცოდა მე მათი პრეზიდენტობის კანდიდატისგან რაც გვესმოდა და ასე შემდეგ. აღარ გვინდა ამ დეტალებში ჩაღრმავება, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში. ძალიან მალე აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ რაღაც ხანმოკლე მორატორიუმი იყო, როგორც გვახსოვს და მე უკვე რომ დაიყო აგორდა ეს ბრალდებები და ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდანაც საარჩევნო კამპანიაში გვესმოდა ზუსტად იგივე რიტორიკა და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მათი მთავარი გზავნილები, მთავარი განცხადებები, მთავარი დარტყმები ნაციონალური მოძრაობის მისამართით, მოქმედი მაშინ პრეზიდენტის მისამართით იყო ზუსტად აგვისტოს ომის თემა. რა გააკეთეს, მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში შექმნეს საგამოძიებო კომისია არჩილ კბილაშვილის მეთაურობით, რომ რაღაცა ომის დანაშაულებები თავისი ჭკუით უნდა გამოეძიებინათ. მე იყო სულუკიანის განცხადებები, რომ ეს იმიტომ გჭირდება, რომ ჰააგაში არ მოხდეს მე რაღაც განხილვა და ჰააგას უნდა დავასწროთო, ამით ესეთი რიტორიკით ფუთავდნენ ხომ ამას რასაც აპირებდნენ, მაგრამ ამას ყველაფერს წამოეწია, მე გაგახსენებთ, გუშინ გავიხსენე ზუსტად, ასევე შეიქმნა თავდაცვის სამინისტროში მაშინ კომისია ომთან დაკავშირებით, ომის საკითხების გამოძიებისთვის და მაშინ იყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. და 2013-ში დადო თავდაცვის სამინისტრომ ეს დასკვნა და მათი თავდაცვის მინისტრის განცხადება იყო, რომ თემა ვინ დაიწყო ომი ეს საკითხი დახურულია შიდა მოხმარებაშიც და მით უმეტეს საერთაშორისო ასპარეზზე ომი დაიწყო რუსეთმა, სწორედ მაშინ, როცა აკრძალული შეიარაღების მიცემით წაახალისა ოსი ბანდიტები და მათ უკან იდგნენ ქართული სოფლების დაბომბვაში. წერტილი. ეს იყო 2018 წლის განცხადებაც არის, გუშინ იხსენებდნენ სოციალურ ქსელში, როცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ომი რუსეთმა დაიწყო, ანუ თითქოს მაშინ არ უჭირდათ ასეთი ტიპის სიმართლის თქმა, მაგრამ ამათი ცვლილებები და ესე როგორც სჭირდებათ პროპაგანდას, ისე მე მახსოვს 2018-ში, როცა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იყო ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი, გვახსოვს რამხელა განხილვის საგანი იყო სალომე ზურაბიშვილის უმძიმესი განცხადებების ავტორი სამწუხაროდ და წიგნი, სადაც ის ამტკიცებს საქართველოს დაკავშირებით და მაშინ მე ვიპოვე პირადად ერთ-ერთი განცხადება ქალბატონი სალომეს მიერ ნათქვამი უცხოური პრესისთვის, აი ამ
იგივეს იმეორებდა რასაც და მათ შორის ისრები გადაქონდა ამერიკელი პარტნიორების მიმართულებით, რომ მათი წაქეზებით და ეს განცხადება რო დავდე, მაშინ ერთი ამბავი ატყდა და პირადად გამომეხმაურა ირაკლი ყობახიძე და ამას უწოდა ბინძური დეზინფორმაცია და ცილისწამება ჩემს. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას მახსოვს. და რაზეც მე დავდე დოკუმენტური მასალა, ანუ როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, როგორც უნდათ, როგორც მათი პროპაგანდა მოითხოვს, ისე ატრიალებენ ამ თემას. ახლა რატომ მოითხოვა პროპაგანდამ და რუსულმა პოლიტიკამ აქეთკენ ყოველ 7 აგვისტოს და ყოველ 8 აგვისტოს რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად წლებს 2012, 13, 14 ანალოგიურ განცხადებებს აკეთებდნენ ზუსტად ერთი და იგივეს. 2013-ში პრემიერ-მინისტრის ამპლუაში ოფიციალურად როცა ეჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაოში იყო ჩასული ბიძინა ივანიშვილი. აი ეს გამოეკიდა დიმიტრი მედვედევს ოკუპანტს. აი საშინელებას მედვედევი ხო გვახსოვს მისი განცხადებები აგვისტოში აღიარებაზე. ხელი ჩამოართვა და მე კომენტარი გააკეთა რუსულ მედიაში ტრიალებდა ეს კადრები. ეს კადრები გუშინაც გავავრცელე მე და დავდე, რომ ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს და წარმატებები უსურვეთ და აი ამ თბილის შეხვედრის შესახებ კომენტარებს აკეთებდა. ქუმსიშვილი მათი მინისტრი გვახსოვს ჩვენგან მე მგონი სტამბულში იყო რომ პუტინთან ერთად ფოტო თუ მედვედევი თუ პუტინი იყო ფოტო რო დაიდო ერთი ამბავი იყო. ანუ ეს ხდებოდა 2012-ში, 13-ში, 16-შიც, რა ვიცი, მთელი ეს წლები ვიყავით ამის მოწმეები, ახალი არაფერი არ გაგუზია. ივანიშვილი რომ ლავროვს ან მედვედევს შეხვდა ხელი ჩამოართვა და თქვა შეიძლება სახელმწიფო საკითხებზე დაიწყო ლაპარაკი. ეს განცხადება და ყობახიძის გუშინდელი განცხადება ერთი და იგივე არ მგონია იყოს, იმიტომ რომ ყობახიძემ პირდაპირ საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის კრიმინალს. ასე ადანაშაულებდა, ზუსტად იგივე შინაარსის იყო განცხადება ბიძინა ივანიშვილის, რომ დაქოქეს ტანკები, აწიეს თვითმფრინავები, იქ არავინ არ მომკვდარა, მხოლოდ ორი სახლი დაინგრა, როცა 6 აგვისტოს უკვე ყავდა ორი დაღუპული, აი ცხინვალის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ორივე ქართულ სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცები. მე მახსოვს რატომ აკეთებენ ამას, მაშინ აიქეთკენ წავიკითხავ. რატომ რადიო თავისუფლებაში ქართველი ბავშვებით, სავსე სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი. დიმიტრი სანაკოევზე ტერაქტი განხორციელდა. ეს ყველაფერი წინა დღეებში იყო. 5 აგვისტოს დადო ეუთოს სამხედრო მისიამ, სამხედრო მისია იყო დასკვნა, რომელსაც რუსი სარდალი კულახმეტოვიც აწერდა ხელს და ადასტურებდა, რომ გამოყენებული იყო აკრძალული შერება. რატომ აკეთებენ ამას? უყურეთ, ჩვენ არ უნდა შევყვეთ რიტორიკაში, ვინ დაიწყო ომი, ეს გარკვეული ამბავია. ომი დაიწყო რუსეთმა წერტილი, ამაზე არ დაობს საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს უდანაშაულობა, რომ არედება ბრალი საქართველოს არანაირ სამხედრო დანაშაულებებში დაადასტურა საერთაშორისო სასამართლოებმა. ეს არის მხოლოდ ამათი პროპაგანდის საგანი. ესე მოსხმული აქვთ კრემლის მანტია, საქართველოს ხელისუფლების სახელით ლაპარაკობენ და ესეთი განცხადებებით პირდაპირ ანგრევენ ფუნდამენტს, აი იმ დიპლომატიურ და სამართლებრივ ფუნდამენტს, რასაც უნდა დაეშენოს ჩვენი სამომავლო ბრძოლა დეოკუპაციისთვის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს არის პირდაპირ დარტყმა სუვერენიტეტზე. როცა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების სახელით მოლაპარაკე ტიპების რიტორიკა, მათი ფრაზები, მათი შეფასება ერთ-ერთზე იმეორებს პუტინის, ლავროვის და მედვედევის სიტყვებს, ეს არის ძალიან სერიოზული, არ ვიცი რა უნდა ამას გავადრო წლები და აუცილებლად განიხილავს ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და დაარქმევს თავის სახელს, ისე როგორც სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებში წერია სამშობლოს ღალატზე, მტრული სახელმწიფოს მიმართ დახმარებაზე, აი ამ რიტორიკით სწორედ. ეს არის ამათი პროპაგანდის იარაღი, აი ესეთი ოპოზიციის დემონიზაციისთვის, რომ ომის პარტიად გამოიყვანონ მიშა სააკაშვილი და მისი პარტია, რო დევნონ მიხეილ სააკაშვილის დევნა მართლა იმით ხო არ ხდება რა პიჯაკების საქმით ან ვალერი გელაშვილის, რაც უნდა დაარქვან ამ შეთხზულ საქმეებს და ამ ფეიკებს და ტყუილებს. მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის 5 წელია უკვე და 14 წელიწადია დევნილი იმისთვის, რომ მისი მეთაურობით საქართველოს წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტს, ებრძოლა საქართველოს, შეჩერდა იმ ხელესაერთ არა წარმოუდგენელი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც იმ დღეებში იყო. უდიდესწილად ხომ მიხეილ სააკაშვილის პირად ინიციატივებზე და აქტიურობებზე გადიოდა. შეუძლებელი შეძლო მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ მთელი საერთაშორისო აი ეს ლიდერები, ევროპელი ლიდერები ჩამოსულები 5 პრეზიდენტი ჯერ მარტო ბომბების რისკის ქვეშ რო იდგნენ. და ვინ ლაპარაკობს ამას? ეს არ ყოფილა
ეს არ ყოფილა ამათი ომი, რაც არ უნდა ილაპარაკონ და დაგვაბრალონ, რომ ომის დროს გარბოდით და 1000 სისულელეები. ეს ადამიანები სად იყვნენ აგვისტოს ომის დროს? ვის უნახავს ისინი? ან იმ 1 სექტემბრის ცოცხალი ჯაჭვის აქციაში როცა ვიდექით, იქ სად იყო ბიძინა ივანიშვილი? მე ერთი მოწინავე აი ამ ქართული ოცნების, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების წარმომადგენელი დეპუტატი, მახსოვს როცა მივდიოდით ჩვენ სამეგობროსთან ერთად ამ ცოცხალი ჯაჭვის აქციაზე, რუსთაველზე შევხვდით და დაგვრცინა. იქ როგორ უნდა დადგეთო? ეს იყო სოზარ სუბარი. ეს იყო სოზარ სუბარი. ეს იყო მათი დამოკიდებულება ამ ომის მიმართ. გუშინდელი განცხადება თუ მოისმინეთ ყობალი კლიკაძეს ქალბატონო ეკა, რომელმაც თქვა, რომ გორის საავადმყოფოდან ექიმებიც კი გარბოდნენ 9-10 აგვისტოსო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მუშაობდი გორში. მსგავსი არაფერი არ მინახავს, შოკი მომგვარა გუშინ იმან, რაც რადიო თავისუფლების ყოველმა ჟურნალისტმა ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელმა გაიხსნა. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ეხა ყობა ყობალაძის უწყებაში მუშაობს და ყობა ყობალაძესთან ერთად აი ამ კამპანიაში არის ჩართული მონდომებულები არიან, რომ სიტყვის წასცენისთვის გია ბარამიძის აღუძრან საქმე და დაარქვან ის, რაც მთელი თავიანთი შინაარსით, რასაც თავის შინაარსით წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა აი ამ განცხადებებით ომში საქართველოს როცა აი ამ სისტემის ნაწილი ხდები და ამ კამპანიაში ხარ ჩართული რას არ გათქმევინებს ეთყობა კარიერისტული და რაღაც ესეთი პირადი კომფორტის მდგომარეობა. ძალიან სამწუხაროა ყობასგან ამ განცხადების სამწუხარო იყო ჩემთვის ამ ანუ თან მართალიც არ იყო. ჩვენ მაშინ იქ მუშაობდით ყობა გორში იყო ხოლმე ხშირად ჩასული რადიო თავისუფლებაში 24 საათის მანძილზე ვმუშაობდი შვებულებიდან დავბრუნდი და დღე-დღამეს ვასწორებდით იმისთვის, რომ საერთაშორისო მკითხველამდე მიგვეტანა რადიო თავისუფლების არედაქციო მასალა დაიბეჭდა მაშინ ჩემი ამერიკელთან ერთად ერთობლივი რეპორტაჟი სწორედ საქართველოს სიმართლეზე და ძალიან სამწუხაროა, როცა ესეთ განცხადებებს ვისმენთ ახლა ადამიანებისგან, რომლებიც აქტიურად აშუქებდნენ ამ ომს. დიდი მადლობა, უნდა დავასრულოთ.